რუსთავში ციფრული განვითარების მუნიციპალური სივრცე გაიხსნა. პრეზენტაცია რუსთავის მერმა წარადგინა. სივრცე აერთიანებს სამ ძირითად მიმართულებას. ეს არის მუნიციპალური სერვისების ციფრული ტრანსფორმაცია, სმარტ-ქალაქი, საგანმანათლებლო ცენტრი და საერთო სამუშაო ზონები. ახალგაზრდების ძირითად ნაკადს აქ სექტემბრიდან მიიღებენ, აგვისტოში კი ხელოვნური ინტელექტის ტრეინინგ კურსები ჩატარდება. თავარი მიზანი სწორედ ამ კონცეფციის და შენობის არის ის, რომ ახალგაზრდებს განსაკუთრებით მივცეთ ისეთი პროფესია და ხელი შეუწყოთ მათ განათლებას, რომელიც არის მაღალანაზღაურებადი. ეს არის ჩვენი მთავარი მიზანი. ამასთან ერთად, რა თქმა უნდა, არის მუნიციპალური სერვისების თანამედროვე კუთხით დანახვა. რუსთავში მუნიციპალური რეფორმების პროგრამის ფარგლებში გავხსენეთ კიდევ ერთი ახალი სივრცე. აქ იქნება წარმოდგენილი როგორც საგანმანათლებლო კურსები ინფორმაციული განვითარების თვალსაზრისით, ასევე იმუშავებს მუნიციპალური ის ჯგუფი, რომელიც ეგრეთ წოდებული ჭკვიანი ქალაქის Smart City-ს კონცეფციაზე იმუშავებს. მე მინდა მივულოცო რუსთავს ახალი სივრცის გახსნა, რომელიც იქნება ახალგაზრდებისათვის თანამედროვე უნარების, ჩვევების, დაუფლების და განათლების მიმართულებით, ტექნოლოგიური განათლების მიმართულებით მნიშვნელოვანი ჰაბი